პასკას თქვენი ოჯახი ყიდულობს თუ სახლში აცხობთ შეგიძლიათ? ყიდულობთ. ყიდულობ. ყიდულობთ? კი. მიზეზი რა არის? ანუ დიდი შრომა უნდა, დრო უნდა თუ აი უბრალოდ არ ვიცი მე გამოცხობა. ვიყიდე ახლა. იყიდეთ? ფასებზე რას მეტყვით? დაძვირებული საკმარისად. ფასები არ აუშავს რა, ნორმალური ახსა, კარგია ძალიან ცუდი. მაინც ყიდულობთ რა, რა ვქნა. ვერ ვაცხობ. ახლობლები მიგზავნიან საჩუქრად. სახში აცხობენ. სახლში აცხობენ? კი. შეიძლება ახალი უკეთესი იყოს, მაგრამ მე არ ვიცი ახლა ეს. წელს ვიყიდე თანამედროვე დიზაინის, ისე კლასიკური უფრო მომწონს. დროის უქონლობა, თორე ადრე ვაცხობდი დიახ. დიდი სიამოვნებით კიდე გამოვაცხებდი, მაგრამ სამსახური და ასე შემდეგ. საინტერესოა გასინჯვა ბუნებრივია განსხვავებული ვარიანტებისაც. მრავალფეროვანი არჩევანია და მე ვფიქრობ ყველა შეძლებს თავისი ჯიბის შესაბამისად შეიძინოს. ყველანაირი არის. ვალარიდან დაწყებული ასლარა. ყიდულობთ. მიზეზი რა არის? დროის უქონლობა თუ უბრალოდ არ ვიცი გამოცხადა. ჩემ ოჯახში ასეთი ტრადიცია და სანამ შემიძლია უნდა გამოვაცხო. ალბათ უნდა ვიყიდო შვილი. დროის გამო და არ შემიძლია. და როდის უნდა მოასწავლოს. კარგი პასკის გამოცხობა საზოგადოებრივ დამოკიდებულია კარგ ფქვილზე, დროჟზე და ფეჩზე. დროჟი უნდა იყოს ძალიან კარგი, სქელი და თეთრი, მაგრად პირდაცული, ცივად შენახული. 20 გირვანქა ფქვილი გასცერით, ნახევარი გირვანქა დროჟი 0 წყალში გახსენით, შედგით ცეცხლზე, როცა ადუღდეს ის სიგრძეში გახსნილი ცომი ჩაასხით ამ მდუღარეში, თან კარგად მოურიეთ, რომ ძირზე არ მიიწოს. შემოვიტანეთ თუშური ერბო და დავიწყე რა რაღაცა სატესტოთ 1, 2, 3. აი დღეს რო გამოვაცხობ სიტყვაზე ახალცხობას, ხო? არ არის ისეთი. უნდა დააცადო რა, ერთი დღე არც უნდა გაჭრა და მეორე, მესამე დღეს იმდენად გემრიელია და ისეთ თვისებებს იძენს, რომ გემოვნურ თვისებებს უნახავს, არ უკარგავს. საოცარი ქალი იყო ბარბარინა, იმიტომ რომ გაფრთხილებს, რომ აი ფეჩი ესე გაახურე, ფრთხილად გაიარე, სამზად ისისთვის მოიმზადე, ეს ესე უქენი. რაღაც აი ხასიათით დამოკიდებულებით იყო მისთვის ეს ძალიან ძვირფასი და ბარბარეს აქვს სინთეზი ზუსტად იმ ევროპული გამოცდილების ქართულ კულინარიაში შეთავსების და ჩვენ შემოვიტანეთ ახლა ისიც ბარბარეს რეცეპტიდან ინგლისური კრემით დღეს სიახლეს ვთავაზობთ უკვე ჩვენ სტუმრებს. სიახლებიც კარგია, უბრალოდ რაღაცა სტანდარტში ზომაში უნდა იყოს, რომ იყოს ჩვენთვის მისაღები და არ უნდა იყოს იმ საერთო კონცეფციიდან ამოვარდნილი.